მოგესალმებით ყველას, თქვენ უყურებთ GeoStalks. ეხლა ვიმყოფებით რესპუბლიკის მოედანზე. დღეს 2025 წლის 22 თებერვალს იმართება თბილისის დამცველთა ხსნობის მარში, რომელიც იწყება კოჯორში და იქედან ჩვენ გავივლით დაახლოებით 25 კილომეტრს. მსვლელობის დროს მოვინახულებთ იმ ადგილებს, სადაც 1921 წლის 19-დან 24 თებერვლამდე რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიმდინარეობდა ბრძოლები თბილისისთვის. დღეს ჩვენ გაგვიძღვება ლეგენდარული დიტო და მოდით გაგაცნობთ ამ ადამიანს, ვინც უფრო დეტალურად მოგვიყვება ისტორიას. ამ მარში ჩვენ გაგვიძღვება დიტო სილაქაძე, ისტორიკოსი და მოდით გავიცნოთ ეს ადამიანი უკეთესად. მოგესალმებით. შეგიძლია ორი სიტყვით მოგვიყვე დღევანდელ მარშზე, დღევანდელ მარშის მსვლელობაზე, რაც მოვინახულებთ. ესე იგი ეს მარში რამდენიმე მეგობარმა დავიწყეთ 2021 წელს რუსეთ-საქართველოს ომის 100 წლის თავზე და ჩვენ მივდივართ ფრონტის ხაზზე, რომელიც იყო თბილისის თავდაცვის ფრონტის ხაზი 1921 წლის ომის დროს. კოჯორ-ტაბახმელოდან ვიწყებთ და ვამთავრებთ აეროპორტთან. ეს ფრონტის ხაზი წესით ლილოს ჩათვლით იყო, მაგრამ ერთი დღის განმავლობაში ცოტა ჭირს ხოლმე ამხელა მასის მიერ. არა, სადღაც 30 კილომეტრამდე გამოდის რა. და აი ამ 30 კილომეტრს გავივლით და ადგილ-ადგილ, სადაც ბრძოლები, ყველგან იყო ბრძოლები, მაგრამ ყველას გამორჩეულ ადგილებში გავჩერდებით და ვისაუბრებთ სად რა მოხდა კონკრეტულ ადგილას. და სანამ გავაგრძელებთ, არ დაგავიწყდეთ ჩემი YouTube არხის გამოწერა, ამ ვიდეოს დალაიქება და მეგობრებში გაზიარება. ვიდეოს სპონსორი არის სალაშქრო და სამხედრო აღჭურვილობის მაღაზია Valhalla და სალაშქრო აღჭურვილობის მაღაზია Hiking Corner-ი. გამოიწერეთ მათი Facebook-ები და Instagram-ები და დაათვალიერეთ მათი პროდუქცია. და ამოვედით კოჯორში. მინდა გითხრათ, ძალიან ცივა. ამასობაში დაგვათენდა. ეხლა შევიკრიბებით, მოვემზადებით და ლელა დავიძრებით. მეგობრებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ვინც მიცნობს, ვინც არა, დიმიტრი მქვია და ვარ სილაქაძე, ვარ ისტორიკოსი. ვიწყებთ დღეს თბილისის დამცველთა ხსოვნის მარშს, რომელიც 2021 წელს დავიწყეთ დაახლოებით 20 ადამიანმა და გავივლით იმ მარშრუტს, რომელიც იყო იმ ომის დროს თბილისის ფრონტის ხაზი. გავჩერდებით დაახლოებით 6 ადგილას და ამ ადგილებზე ვისაუბრებთ იქ რა მოხდა კონკრეტულად და ზოგადად ომის გარშემო. დაახლოებით 15 წუთიდან 9 საათამდე უფრო დიდი დროის განმავლობაში კარგი იქნებოდა, მაგრამ შეზღუდული ვართ, მთელი დღის განმავლობაში უნდა ვიაროთ, მაგრამ კითხვების საშუალებაც იქნება. ეხლა აქ მე ბევრს არ გესაუბრებით, დავიწყებთ სიმაღლე 1496 მეტრზე ასვლით, ეს არის ყველაზე რთული, არ არის რთული საერთოდ, მაგრამ სხვებთან შედარებით ყველაზე ესეთი ცოტა რთული ადგილი არის ასასვლელად. ეს პირველი გაჩერება.
აი ესეთი შესანიშნავი ხედები არის. დათოვლილი კოჯორი. ულამაზესი მზის ამოსვლა. უამრავი ადამიანი არის ამ მარშზე, რაც ძალიან მაგარი არის. ამზეც ამოვიდა. ველთ თოლში ცოტა რთულია გადაადგილება, სრიალებს ფეხი. ეხლა აწი უკვე უფრო მარტივ რელიეფზე მოგვიწევს გადაადგილება და მე მგონი უფრო კომფორტულად ვივლით და უფრო მეტის გადაღების საშუალებაც მომეცემა დრონსაც ვაფრენ. აი წინ მოჩანს უკვე ქოროღლის ციხესიმაგრე. ზეც ამოვიდა ცოტა დათმა. ასე ამდენი ხალხი ვართ. ავიდეთ ეხლა მოусმინოთ დიტოს. ჩვენ ისევ თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორში ვართ და სანამ უშუალოდ აქ რა მოხდა 19-ში, 20-ში, 21-ში და შემდეგ დღეებში, სანამ ამას შევეხებით, ზოგადად ვისაუბროთ ამ ომის შესახებ, მისი წინა პერიოდის შესახებ, მომზადების შესახებ, ძირითადი მომენტები, მოდი ასე ვთქვათ. რესპუბლიკაში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არავის არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ადრე თუ გვიან რუსეთში, როდესაც სამოქალაქო ომი დასრულდებოდა, რომელი მხარეც არ უნდა ყოფილიყო გამარჯვებული, იქნებოდნენ ეს წითლები თუ იქნებოდნენ ეს თეთრები, აუცილებლად მობრუნდებოდნენ. შესაბამისად, აქ ილუზია იმისა, რომ რუსეთი ჩამოგვეხსნება და ჩვენ ესე იგი ვიქნებით დამოუკიდებლები და ამაში ხელს არავინ შეგვისვეს, ეგეთი ილუზია არ ყოფილა. შესაბამისად, უსაფრთხოების ძიება მუდმივად იყო რესპუბლიკის პერიოდში, ხო? საერთოდაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ ერთგვარად გერმანიის ესე იგი პროტექტორატით და გერმანია მართლაც შემოიყვანა ჯარი საქართველოში, ხო, დაახლოებით 19,000 კაცამდე, მაგრამ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 5-6 თვეში პირველი მსოფლიო ომის დასრულდა, გერმანია დამარცხდა, გერმანელებს მოუწიათ ჯარის გაყვანა, ხო, აქედან. ამის შემდეგ აქ შემოვიდა ბრიტანეთი. მაგრამ გამარჯვებულ სახელმწიფოებს, ანტანტის სახელმწიფოებს არ ქონიათ რაღაცაი კონკრეტულად ჩამოყალიბებული პოლიტიკა საქართველოს მიმართ და კავკასიის მიმართ და ვერც ექნებოდათ, იმიტომ რომ ეს ანტანტის სახელმწიფოები, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, იყვნენ კავკასიის მფლობელი რუსეთის იმპერიის მოკავშირეები, მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო საქართველო და კავკასია, 19 საუკუნის დაპყრობის შედეგად მოგეხსენებათ. და 1920 წლის დასაწყისში საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციამ გაიმარჯვა ერთგვარად და ბრიტანელებმა დე ფაქტოდ გვაღიარეს, ორი ფორმა არსებობდა, ხო, დე ფაქტო, დე იურე. ხა დღევანდელი დე ფაქტო კიდე სხვა რამე არის, ხო? და გადაწყდა, რომ ჩვენს უნდა მოეცათ იარაღი, რაც ძალიან პრობლემური ამბავი იყო. ჩვენთვის არის ერთ-ერთი გავრცელებული მითი, რომ თითქოს დიდი რაოდენობით შეიარაღება დაგვრჩა რუსეთის იმპერიისგან, რაც სრული აბსურდია, იმიტომ რომ ეს შეიარაღება პირველ მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტზე დაიხარჯა. აბა როგორ მოვწყოთ დღევანდელი გასვლა? შვენიერია, გადასარევია. ამინდიც რაღაცა უფრო სიუსველოდებოდი თან ესე პროგნოზი, უბრალოდ აჩვენებს ტემპერატურა ძალიან ცივია, მაგრამ ეხლა როგორ ჩანს, ძალიან არ ცივია, ხო? ხო, ქარი არ არის, ნალექი არ არის. თოვლი არის ძალიან სასიამოვნო. უკვე არა უშავს. ცოტა მზეც გამოსასრიალო. ცოტა ხანდახან იმალება ღრუბელში, ძალიან კარგი ამინდია ამ ხე და საინტერესოა. თვითონ შინაარსია ძალიან კარგი, რომელიც გამოც ეს მოვდივართ, გავდივართ. მე რამდენად ხარ? მე ვარ მე-4, თან სუპირველზე არ ვიყავი, მაშინ არ მეცალა რაღაცნაირად, არ მახსოვს რაღაც ვაკეთებდი და იმის მერე არ გამომიტოვებია ეს ჩემ მეგობრებთან ერთად. გავდივარ აქ, უკვე მე-4 წელიწადია, ნუ სულ მე-5 იმართება. შენი აზრით, რამდენად იმატებს ხალხი, ანუ რა მხელა ის არის, რა ქვია, პროგრესია? კი, საკმაოდ. თავიდან მე-2 წელს ვიყავი თავით ერთი 40-50 კაცი. მე კიდე უფრო მეტი შარშანაც საკმაოდ solid ჯგუფი ვიყავთ, ეხლა ციფრობით არ მახსოვს. ამაზე ალბათ ოდნავ ნაკლები. აშკარად ამ წელს კიდე უფრო მეტი ვართ. თვითონ დიმიტრი ან პირველ წყარო დავარქვათ, არის ადამიანი, ვინც ამ დოკუმენტებს ეცნობა, მე აანალიზებს, რაღაც ციგნებს გამოსცემს და თვითონ დიმიტრი გვიყვება და ძალიან საინტერესო ტყვება და ამიტომ მგონია რომ
განსაკუთრებით მხარს ეს თემა უფრო ნაკლებად იცის. თუმცა უყოლამ ნაკლებად ვიცით, იმიტომ რომ ხო გეუბნები ეს ინფორმაცია მანდ არ არის გამუშავებული, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებად იმათთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს თან. ვიზუალურად რავი ხედავ რა, ათვალიერებ, თან ცოტა ვარჯიშია. კი, ვარჯიშია ხალხსაც ეცნობი ისტორიას, რავი. მართლა ძალიან მაგარი გასვლა არის და რაღაც 30 კილომეტრამდე გავდივართ თუ რაღაც. ნახა, ცოტა არ არის სამთვის სკოლობაზე ვიღაცეებისთვის. ეს ჩელენჯია. უკვე ფაქტიურად ტრადიციად იქნა ეს მარში და ძალიან მაგარია თუ გავიზდებით კიდე რაოდენობაში და გავიზდებით კიდევაც. აქაც მდინარეზე გადასვლა გვიწევს. აქ დასველება იქნება ავტომატური გამოთიშვა. მე ვარ დავით ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცია AIS-ის წევრი ვარ, ხედავთ კიდეც AIS-ის სამხრეს. და დღეს ჩვენ ვართ თბილისის დამცველთა ხსოვნის მარშზე, რომელიც უკვე მეხუთედი იმართება. 5 წელია უკვე ეს მარში იმართება თებერვლის დღეებში, დაახლოებით 20 თებერვლიდან 25 თებერვლის შუალედში. ეს მარში, ესე ვთქვათ, ორგანიზებული არის ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის მიერ, მისი მოფიქრებულია. ეს ერთ-ერთი კარგი ამბავია, რაც შეიძლება ჩვენ მეხსიერებისთვის, ანუ საზოგადოების კოლექტიური მეხსიერებისთვის და მისი აღდგენისთვის მომხდარა ამ ბოლო წლებში. რა მიზანი აქვს ამ მარშს? ხო, ამის პირველადი დანიშნულება მთავარი მიზეზი და მიზანი არის საზოგადოების მეხსიერების აღდგენა, ესე ვთქვათ, ჩვენი კოლექტიური მეხსიერების აღდგენა და დაბრუნება, რადგან რა თქმა უნდა, ეს მეხსიერება ძალიან დაზარალებული არის სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, თუნდაც 70 წლიანი საბჭოთა რუსული რეჟიმის ისტორია არის გამოცდილება საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სახელმწიფოების გამოცდილება თუ რა წარმატებები ქონდა, რა შეცდომები დაუშვით, რა შეიძლება გაგვეკეთებინა და რა შეიძლება გავითვალისწინოთ. ხო, ახლა ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ დღეს რუსული პროპაგანდა ძირითადად დგას რაზე, ხო, რაც რუსული პროპაგანდა რაზე მუშაობს, ხო, ძირითადად იმაზე მუშაობს, რასაც თვითონ აორგანიზებდა და თვითონ უწყობდა ხელს, ანუ სრული ამოშლა მეხსიერებიდან ჩვენი წარსულის ისტორიის ყველაზე საინტერესო და საამაყო პერიოდის პირველი რესპუბლიკის დემოკრატიული მმართველობის თავისუფლების დამოუკიდებლობის ეს რუსეთს ყოველთვის აშინებს, აღიზიანებს ის ყოფილ კოლონიებში მსგავსი პრეცედენტები და ამიტომ ეს ახლა ფართო თემაა ძალიან, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, მიზეზი ეს იყო, ხო, ამ ისტორიის წაშლის და განადგურების რეჟიმის მიერ. რას ეტყვი ჩვენს მაყურებელს? წამოვიდნენ ყოველ წელს თებერვალში თბილისის დამცველთა ხსოვნის მარშზე. ბევრ საინტერესო ამბებს გაიგებენ, საკუთარი თვალით ნახავენ რეალურად იმ ადგილებს, იმ პირობებს თუნდაც, სადაც ჩვენი წინაპრები წინათაობები იბრძოდნენ ყველაზე ძვირფასისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად, ხო და ბევრმა მათგანმა სიცოცხლეც კი დათმო შეგნებულად აი ამ დიდი მონაპოვარის დასაცავად, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ერქვა, ხო? სამწუხაროდ აი ამ უთანასწორო ომში და ბრძოლაში დავმარცხდით და ბევრი ის უბედურება, რაც დღემდე ვერ მოგვიშორებია თავიდან, ბევრი ის პრობლემა, რაც დღეს ჩვენ თავს ტრიალებს, ისევ არის ზუსტად აი ამ დამარცხების და 70 წლიანი რუსული რეჟიმის შედეგი. ამიტომ თუ ამას გავიხსენებთ ხშირად, ძალიან კარგი იქნება ჩვენი მომავლისთვის. ნელ-ნელა უახლოვდებით ტაბახმელას, სადაც არის ამოთხრილი სანგრები. აი, ამოვედით ახლა ჯვართან. მოვისმენთ, აბა, აქ რა ხდება, ძალიან საინტერესო ისტორიები იყო და ჩავიწერ ერთ-ერთ ისტორიკოს. წელს უკვე მეხუთედ იმართება 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდის თბილისის დაცვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარში და ძალიან სასიამოვნოა, რომ უკვე 100-ზე მეტი ქართველი მონაწილეობს ამ მარშში. პირველად თუ 1-20 იყო, დღეს უკვე 100-ია და ეს არის სიმბოლური გამოხატულება იმისა, რომ საქართველო რომელმაც 1918-21 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
დამოუკიდებლობის ხსოვნა გააცოცხლა 1991 წელს და დღემდე ჩვენთვის პირველი რესპუბლიკა ბევრი ფაქტორით, ბევრი მიზეზით არის მისაბაძი, არის სანიმუშო იმ პრინციპებით, იმ ნორმებით, რომელიც პირველ რესპუბლიკაში მკვიდრდებოდა და რა გზითაც მიდიოდა პირველი რესპუბლიკა და ამ ხსოვნის მარშის მთავარი ამოცანა სწორედ მე მგონია, რომ განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ აქ სკოლის მოსწავლეებიც არიან უკვე მე-9, მე-10, მე-11 კლასელები მონაწილეობენ ამ მარშში და ეს არის ამ ტრადიციის უწყვეტობის გადაცემა და ამ ცოდნის გადაცემა, თუ როგორი იყო პირველი რესპუბლიკა, თუ როგორია საერთოდ სამშობლოსათვის დაცვა, როცა ბავშვები ადგილზევე ნახულობენ იმ სანგრებს, იმ სივრცეს, სადაც აი ეს ბრძოლები მიმდინარეობდა, ეს სხვა ემოცია, სხვა შემეცნება იგივე ამ ახალგაზრდებისთვის და ამას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს და ეს მარში დარწმუნებული ვარ, აი დიტო სილაქაძემ და მისმა მეგობრებმა ძალიან კარგი ინიციატივა ჩაუყარეს საფუძველი და ყოველ წელს ეს მარში უფრო და უფრო მეტ ხალხს მოიკრებს და უფრო და უფრო ასეთი საყოველთაო მოვლენა გახდება. ეს არის თუნდაც იგივე იმ პერიოდში, როცა აი ამ მასალას გადიან სკოლებში, ხო, თქვათ, იქნება ეს მე-9 კლასში თუ მე-12 კლასში, სასურველია რომ აი ადგილზე ეს ამ მასალას უკეთ აქმისთვის მასწავლებელმა წამოიყვანონ ბავშვები და ეგ ადგილზე მოხდეს მის შეიძლება ეს არ იყოს მაინც და მაინც თებერვალი, როდესაც კაცი კლიმატური პირობები მაისში შეიძლება ამის გაკეთება, ნებისმიერ დროს შეიძლება და ძალიან კარგი და აუცილებელი იქნება. ეხლა თქვენ შეიძლება დარიალის ამბების შესახებ ბევრი რაღაც ლეგენდარული ამბავი გსმენიათ მაგ ბრძოლაზე. ადრე იყო გავრცელებული რაღაც 5 ადამიანი იცავდაო. ნუ სრული აბსურდი არის და ვიღაცები ამაყობენ, ამ 5 ადამიანი იცავდა. 5 ადამიანი თუ იცავს, ესე იგი სამარცხვინო არის 5 თუ იცავს, ხო? სინამდვილეში ცნობილი არის სასაზღვრო რაზმი იდგა ეგ და პლუს ამას არსებობდა დუშეთის გვარდიის ბატალიონი, რომლის 1/9 დუშეთის მაზრის, ანუ მთიულეთსაც მოიცავდა მაგათი ჯარისკაცებისგან შედგებოდა, ეგენ თბილისთან იყვნენ და მეორე ნაწილი იყო ამ ბატალიონში მოხევეები, რომლებიც იცავდნენ ხევს. და იქ ვერ შემოვიდნენ რა ერთ სიტყვით, სანამ აქედან ბრძანება არ მივიდა რუსები. ასევე 19 თებერვალს ბრძოლა დაიწყო აფხაზეთში, ესე იგი იქიდან სოჭის მიმართულებიდან შემოუტიეს და დაახლოებით 4 დღე იქ საზღვარზე მიდიოდა ბრძოლები. თბილისი რო დაეცა სადღაც მაგ პერიოდში გაგრა აიღეს, მაგრამ მე 4 მარტამდე 2-3 მარტს იყო გადამწყვეტი ბრძოლები ახალათონის პოზიციებზე. კიდე აფხაზეთის მიმართულებაზე ის არის საინტერესო, რომ ფრანგული ფლოტი ეხმარებოდა ქართულ ჯარს ზღვიდან. ჯავშნოსანი კრეისერი ვალდეკ რუსო 114 მმ-იანი 10 ქვემეხით ბომბავდა რუსების პოზიციებს, სხვებიც, ოღონდ ახლა ამ ესკადრის მთავარი ფლაგმანი ეს გემი იყო, ანუ ფრანგებმა რეალური სამხედრო დახმარებაც გაგვიწიეს, ეგრე გამოდის. თუმცა ერთხელ შეეშალათ და ქართველების პოზიციები დაბომბეს, მაგრამ ხლა ნუ არასწორი კოორდინატები მიაწოდეს, ეგრე გამოდის. მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ ჩვენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართულებები არსებობდა, მერე 25 თებერვლის მერე მამისონის მიმართულებაც გაიხსნა ერთი ბრიგადა იქიდან წამოვიდა. თბილისთან წყდებოდა ომის ბედი და მეორე შტურმის წინ რუსული სარდლობის დოკუმენტაცია, რაც უკვე ცნობილი არის, დოკუმენტაციაში ჩანს, რომ ისინი ოპერაციის წარმატების 3/4-ს ამყარებდნენ თბილისთან კავალერიის მოქმედებას. და დავიძარეთ ახლა ჩვენ მე-4 სანგრისკენ. უკვე ტაბახმელაზე ვართ, მიუხედავად იმისა, რომ მზე არის, მაგრამ ყინავს. აი ასე ამ ხელაზე ვართ გაწელილი. ძალიან ბევრი ადამიანია. ესეც ჩემი უსაყვარლესი ტაბახმელას ქიმიური კომბინატი, სადაც შეგვიძლია ურბექსის გარეშე. ფათაშორის თუ გაინტერესებთ ამ შენობაზე, ამ კომპლექსზე ვიდეოს მიდევს YouTube-ზე, ძალიან საინტერესო ადგილი არის. ეს სადაც ჩვენ ვართ, არის მე-4 სანგრის სიმაღლე 1046-ის
მესამე ზოლი, სამი ზოლისგან შედგებოდა ეს სანგარი. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაღლე იყო იქით რომ გადავალთ განსაკუთრებით მაშინაც მიხვდებით ამას და ისედაც ეხლა წარმოიდგინეთ ამას რო აიღებ აქ თბილისი არის გაშლილი ხელის გულზე თუ ყარა დაიღებ артиლერიას ამოიყვან აქ და აქედან დაბომბავ თბილისს პირდაპირ ხო შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო რა ამ სანგრის უკან აი გზიდან რომ გადმოუხვიეთ აგერ იდგა ასევე საარტილერიო ბატარეა ჩვენი რომელიც ბომბავდა მოწინააღმდეგეს ეს სანგარი 19-ში 20-ში 21-ში ვერ აიღეს და რო გადავალთ იქით აქ სანგრის კვალი არის შემორჩენილი და ვნახავთ მაგრამ აი სხვათა შორის 19-ში ესე იგი ამ სანგარს ბომბავდნენ ასევე შტაბი იყო ტაბახმელაში რო გავიარეთ ტაბახმელას ცენტრში ადმინისტრაციული შენობა რომ არის პოლიციაც იქ არის მე მგონი ეგ იყო ამ სექტორის შტაბი მად იყო ანდრონიკაშვილი გენერალი და მარო მაყაშვილი დაიღუპა მაგ შტაბში იყო ასული ეგ სხვა ესე იგი მოწყალების დებთან ერთად და თბილისისკენ რო ეშვებოდნენ შტაბს გაცდნენ ნუ რამოდენიმე ასეული მეტრით აი აქედან რო გავიხედოთ პირდაპირ ცენტრალური გზა რო გადის ხო ხედავთ აი უხეშად რომ თქვათ ან შტაბისთვის ნასროლი ყუმბარა ან კიდე ამ რომელიმე სანგრისთვის ნასროლი ან დაუშვათ ჩვენ артиლერიასთან ესე იგი კონტრბატარეული ბრძოლის პერიოდში რაღაც აცდა რა და იქ დაეცა ახლოს სადაც სანიტარული 4 თვალით მიდიოდა ქალაქისკენ მარო მაყაშვილი მარო მაყაშვილის გარდა კიდე სხვები იყვნენ ჩვენ მარო მაყაშვილის სახელი ვიცით და სიმბოლო არის და პლუს ამას მისი აი ეს მემუარები დღიური გვიხატავს საოცარ ადამიანს, საოცარ ფიგურას და ჩემთვის მარო მაყაშვილი მარტო მარო მაყაშვილი არ არის, ასევე არის სიმბოლო იმ თაობის ქალების შევარდნელების, რომლებიც მოწყალების დებად ჩაეწერნენ ამ ბრძოლაში და კიდე სხვების და სხვების. ეხლა ჩვენ გადავიდეთ მეოთხე სანგართან, დაახლოებით 300 მეტრში, აიქაც დიდი ხანი არ გავჩერდებით, 5 წუთი მაქსიმუმ იმ სანგრის კვალს ვნახავთ, რომელიც შემორჩა და მერე დავეშვებით, ნახეთ აი ტყის ზოლს ხო ხედავთ? ხედავთ. გაგახარებთ რომ იქ შევჭამთ საჭმელს. წავედით. და ესეც სანგარი მეოთხე სანგარი სანგრიზოლი ხო ბატონო დიდო მოგიყვება აქაურობაზე მოვისმინეთ აქ რაც არის შემორჩენილი ეს არის პირველი ზოლი ამ სანგრის ოღონდ აქ არ თავდებოდა მიყვებოდა და მიდიოდა კიდე ეს არის იმ პერიოდიდან შემორჩენილი ეხლა ჩვენ კი ვიცით რომ სადაც ვიარეთ იქ იყო აი ამ ფერდობებზეც მაგრამ აი ისეთი თვალხილულად შემორჩენილი რა ნუ კიდე არის 1-2 მაგრამ ყველაზე უკეთეს ეს არის შემორჩენილი რამდენიმე წლის წინ აღარ მახსოვს მალე გადის დრო წლები ალბათ 1-8 წლის წინ ხო 8 წლის წინ გენერალ მაზნიაშვილის ორგანიზებით და არქეოლოგ ჩვენი უფროსი მეგობრის ზურაბ რაგვაძის ხელმძღვანელობით გაითხარა ეს სანგარი და ეს არის ასე ვთქვათ ბატალური არქეოლოგიის ერთადერთი ასე ვთქვათ გათხრილი ძეგლი როგორც იტყვიან აქ აღმოჩნდა გასროლილი თუ გაუსროლელი ვაზნები კიდე ბევრი მჭიდები და ასე შემდეგ და დაადასტურა ის რაც წყაროებში ჩანს აი წყაროებში ხო ჩანს რომ ტყვია-წამლის სერიოზული ნაკლებობაა და დაადასტურა იმ მხრივ რომ სულ სხვადასხვა ესე იგი ვაზნები არის რა აი სხვადასხვა ანუ შეკოწიწებული და უშუალოდ სხვადასხვა ქარხნის სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი სხვადასხვა საბრძოლო საშუალების და ეს დაადასტურა რაც წერილობით წყაროებში ვიცოდით არქეოლოგიამ დაადასტურა დამატებით მოწინააღმდეგე ტაბახმელას როგორც გითხარით ორი გზით უტევდა ერთი იყო აი საფოსტო გზა ის ტყიანი ზოლი რო არის იმის იქითა ხევით და ერთი ამოდიოდნენ აქ აი კოდას ხო ხედავთ პირდაპირ კორპუსები რომ არის აი მანდ იყო შტაბი მე-11
ხო, რუსების штаბი აი მანდ იყო და ნაწილი ამოდიოდა 100. 19 თებერვლიდან დაიწყო ამ ფერდობებისთვის ბრძოლები და ვერ აიღეს. აქ იყვნენ მათ შორის აი ეს ნაცვალთა სკოლის კურსანტები, აქ იცის საშინელი ნისლი. აი აქ ნისლში მყოფილ ვარ, აქედან თქვენ ვერ დაგინახავთ. ხო და ზოგადად 24-ში შუადღის მერე ჩამოწვა ნისლი, როგორც ჩანს მარტო აქ კი არა, აი ლოჭინის ხეობაშიც. აი ტანკები ეგრე მიეპარნენ ჩვენების პოზიციებს იქ ნისლში და დაახლოებით ერთ დროს ხდება. ხო და ხა ნისლი რო არის, აქ ისე ამოვა კაცი რომ ვერ ხედავ რა და შემოგივარდება სანგარში. და ერთ სიტყვით 24 თებერვლის შუადღის მერე აიღეს ეს სანგარი, მეორე, მესამე და იქით რა მოხდა კი გითხარით. ფონიჭალისკენ მიმავალ გზაზე ესე დაგვახვედრეს კოცონები, აქ ცოტა ხანს დავისვენებთ, შევჭამთ, გავთმებით და გავაგრძელებთ ჩვენ სვლას. ცოტა თოვს, რაც უხდება აქაურობას, მაგრამ ესეთი ამბებია. აი წინ გამოჩნდა შავნაბადას მონასტერი. აქ ხელმარჯვნივ რუსთავი ჩანს. აქეთ აი ესეთი კარგი ხედები არის აქ. გზაც რავე, ჩვეულებრივი გრუნტოვანი გზა არის, თოვლიც აღარდევს. იქ ზემოდან რომ მოვდიოდით, საკმაოდ ისეთი სრიალა ყინული იყო და გაგვიჭირდა. აქ უკვე ბევრად მარტივად გადავადგილდებით. ეხლა ვარ ზემო ფონიჭალაში, ჩამოვედით ავტობუსებთან და აქედან წავალთ ეხლა ჩვენ შემდეგ ლოკაციებზე და იქიდან ჩაგერთვებით. მოვედით ეხლა ფონიჭალის რკინიგზის სადგურზე. სამწუხაროდ სადგური უკვე დანგრეული არის, მხოლოდ ბაქანი არის შემორჩენილი, თუმცა მოვისმინოთ ისტორია. დიტო, ეს სადგური რამდენი წლის წინ დაანგრიეს? რამდენი წლის წინ უბრალოდ აღარ მახსოვს, ალბათ 2-3 წლის წინ. ახალი ამბავია. ეს იყო ესე იგი ცენტრალური სექტორის ადგილი. აი აქედან მტკვრის ნაპირამდე არის დაახლოებით კილომეტრი ნახევარი. აქ იდგა რამდენიმე ბატალიონი, აქ სააზღვრო რაზმი, ცოტა წინ რა 500 მეტრით წინ აქ штаბი იყო. იქით 2 ბატალიონი იყო, აგერ ანძარო ჩანს, ხო ხედავთ? იქ ხაშურის გვარდია იდგა და მე-9 ბატალიონი იდგა შავნაბადას. არტილერია უკან, სადღაც აქედან 2-3 კილომეტრში. ღამის 2 საათს დაიწყო ბრძოლა. ამ დროს მაზნიაშვილი სანამ ბრძოლა დაიწყებოდა ამბის გასაგებად გადავიდა მარცხენა მხარეს, აქ გორის გვარდიის და თბილისის სადარაჯო ბატალიონების განლაგება იყო და ერთ-ერთთან გადავიდა და ამ დროს აქ სააზღვრო რაზმი რაც იყო, ეს სააზღვრო რაზმი დაამარცხეს რუსებმა და აიღეს ეს штаბი და ტყვეებით ჩაიგდეს. მაგრამ იქით ამ მხარეს იმ ბატალიონების განლაგება ვერ გაარღვიეს. აქაც ახლა ყველა კი არა უყანია, თქვით ნაწილმა დაიხია უკან და იქ აჩერებდა. ხაშურის გვარდია, რომელიც იმ სიმაღლეზე იდგა, იქ გაიპარა. ოღონდ რუსებმა ვერ გაიგეს, ისე გაიპარნენ ესენი. თორე იქ ავიდოდნენ და მე იქიდან შეიძლებოდა მოვლა. штаბი რადგანაც დაიკავეს, თბილისთანაც კავშირი გაწყდა. და თბილისში ხმები ისმის, აი მოსახლეობა ელოდება რა ხდება რა, უკვე მოვიდა მტერი თბილისთან. პანიკის ნიშნები, ნაწილი ემზადება საომრად, ნაწილი შიშია,
артиллерიის ხმარო ესმით უხარიათ რომ ჯერ ბრძოლა მიდის რო გაჩერდება უცებ გაიფიქრებენ რომ ვაი თუ ეხა შემოვარდნენ ქალაქში მაგრამ ეს რომ გაგრძელდება артиллерიის ხმის როლა უხარიათ რომ ჯერ არ გარღვეულა პოზიციები ეხა მაზნიაშვილი რომელიც შტაბში ვეღარ არის შტაბი აღარ არის აღებულია არის ერთ-ერთი ბატალიონის განლაგებაში რომელიც პირდაპირ მავთულით დაკავშირებულია შავნაბადას გას მე-9 ბატალიონი მოწმენდილი ღამე იყო და მე-9 ბატალიონის მეთაური ცეცხლის ვიზუალური ანუ ხედველობით რა ცეცხლის ენით ხვდებოდა სად უტევდა მოწინააღმდეგე და გადასცემდა მაზნიაშვილს იქ დილით გადავიდნენ ჩვენები კონჩეტევაზე ერთი ჯავშანმატარებელი ორი ჯავშანმანქანა ქვეითები პლუს ამის პირდაპირ დაახლოებით 2 კილომეტრში ტყვის მეორე ნაპირზე ჩვენი გადავალთ არის ბაქოსკენ მიმავალ რკინიგზის ხაზი ორი ჯავშანმატარებელი იქიდან თავისი артиллერიით ესროდა რუსებს ქართული მონაცემებით 1000-დან სხვა წყარო არის 1000-დან 1600-მდე ტყვი აიყვანეს 58 ბრიგადის ჯარისკაცების და მერე ჩამოატარეს ქალაქში იმ დღეს. ამ გამარჯვებას, ამ პირველ გამარჯვებას ჰქონდა ძალიან დიდი მორალური მნიშვნელობა ამ პირველი დიდი კატასტროფის შემდეგ. ეს ტყვეები ქალაქში ჩაატარეს და კინოქრონიკის კადრებიც არის ამის YouTube-ზეც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკის კადრები რო ნახოთ 59 წუთის მერე 58 წუთამდე რომელიღაც წუთი არის რა და შეგიძლიათ ნახოთ რაღაც ნახევარწუთიანი კადრები და ამან გაზარდა ჯარის და მოსახლეობის საბრძოლო სულისკვეთება და დაიჯერეს რომ შესაძლებელია ჩვენ ომი მოვიგოთ. აქედან ჩვენ წავალთ ლოჭინის ხიდთან ჩამოვალთ და იქ გვაქვს დაახლოებით 4.5 კილომეტრი ფეხით გასავლელი აეროპორტამდე. იქ ერთ ადგილას გავჩერდებით და ვისაუბრებთ იმ სექტორში მიმდინარე ბრძოლებზე, მათ შორის ტანკების და ქვეითების ბრძოლაზე და აქამდე რომ სულ ვიგებდით, იქაც მოვიგებთ თავიდან, მაგრამ საბოლოოდ რატო წავაგებთ იმასაც გეტყვით. და ჩამოვედით ახლა ავტობუსით ლოჭინში, საიდანაც დავიძრებით თბილისის აეროპორტისკენ. დაახლოებით 4 კილომეტრი გვაქვს გასავლელი. ამასობაში უკვე ნელ-ნელა ღამდება. ერთი არის კაი ის რომ აქ დაბლობზე შედარებით თბილა, ვიდრე ზემოთ კოჯორში. იმდენად აღარ ყინავს. შემიძლია ხელთათმანების გარეშეც გადაადგილება. შეგხვდა სავარაუდოდ რაც გაჯის ციხია ან რამე მაგდაგვარი საკმაოდ ესე ეპიკურად გამოიყურება რაც Mad Max-ის ფილმიდან კადრებს გავს თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორია ეს 19 თებერვალს აქ მცირე შეტაკება იყო და მოვიგერიეთ 20-ში დიდი შემოტევა იყო უკან დავიხიეთ, თუმცა ფლანგზე განალაგა კვინიტაძე მიქით გვარდიის ბატალიონები და ცხენოსანი დივიზიონი და ფლანგიდან დაარტყეს და ერთი 10 კილომეტრით დავახევინეთ უკან. 21-შიც იგივე იყო. მაგრამ 22-ში კახეთიდან შემოსული ერთ-ერთი ცხენოსანი დივიზია, მე-18 ცხენოსანი დივიზია, რომლის მეთაური კურიშკო მოკლეს დედოფლის წყაროსთან ქართველებმა. ეგ დივიზია მოვიდა სართიჭალამდე. 23-ში ვაზიანი დაიკავა. პლუს ამას რუსებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მე-12 ცხენოსანი დივიზია ყავდათ, რომელიც იმ თაგორიან რელიეფზე არ გამოდგებოდა და გადმოისროლეს აქეთ და 23-ში ეგეც ვაზიანში მოვიდა. ამის გარდა ერთი ცხენოსანი ჯგუფი, რომელიც ნუ თქვა დივიზია არ იყო, დაახლოებით 1000-მდე ცხენოსანი იყო. 21-ში თუ 22-ში აღარ მახსოვს ზუსტად მანგლისი აიღეს და საბოლოო ჯამში რო დაიგეგმა 24-ში თბილისზე შეტევა. აი ამ სამი სექტორის უნდა შეეტიას თქვა პირდაპირ რუსულ ძალებს, იქ სიმაღლეები აეღოთ და ჩასულიყვნენ ქალაქში. აქ რკინიგზის ხაზი, ანუ ხო გამოვიარეთ, რკინიგზის ხიდები რო იყო. იქიდან ჯავშანმატარებლები უნდა შესულიყვნენ ნავთლუღში. აქ სადაც ჩვენ ვართ, ტანკები ჩართეს ბრძოლაში, მარკ 5-ის ტიპის 3 ტანკი და უნდა გაერღვიათ ეს პოზიციები და აქედან ორხევი ნავთლუღისკენ წასულიყვნენ და ნუ 24-ში აქ თელ ამ სექტორში უფრო მასშტაბური ბრძოლები იყო ვიდრე იქ ზემოთ სიმაღლეებს. მაგრამ უბრალოდ ის პერიოდი იყო იქაც ზემოთ რო ნისლი ჩამოწვა და აქაც ჩამოწვა მაგ დროს ნისლი.
და აი ეს ტანკები რომ აი აქ შემოვიდნენ უკვე სანგრებთან და გამოყვეს ცხვირი აი მისლიდან მაშინ დაინახეს აქ გვარდიის რომელი ბატალიონიც იყო იმათმა აიღეს ეს პოზიცია მაგრამ ამ ტანკებს ქვეითებიც მოყვებოდნენ და ამ დროს გადავიდა ნისლი და აეროპორტის მხარეს ახალციხის გვარდიის ბატალიონი იდგა და იმათმა ფლანგიდან გაუხსნეს ცეცხლი ამათ და შეაფერხეს ამასობაში უკვე ღამდებოდა ჩამობინდდა და რამაც ტანკების მოქმედებას ხელი შეუშალა და ამასობაში გვარდიის იმერეთის მეორე ბატალიონი იყო რეზერვში და ის ბატალიონი წამოვიდა კონტრშეტევაზე. საბოლოო ჯამში საღამოს სადღაც 8 საათზე 9:30-ზე ეს პოზიციები დაიბრუნეს ქართველებმა. ერთ-ერთი ტანკი უკან დახევისას ხრამში გადავარდა და მოკლედ მოვიგერიეთ ეს შეტევა. მაგრამ ხლა ჩვენ ვიცით რომ 24 თებერვლის საღამოს კვინიტაძემ მთავარსარდალმა რომელსაც ოპერატიული გადაწყვეტილების მის ოპერატიულ გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ ჩაერეოდა, ანუ შეეძლო რაც უნდა გაეკეთებინა რა ეხლა სამხედრო საქმის რაც ეხება. თქვა რომ უკან ვიხევ. რატო? აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თითქოს აი ამ სამ სექტორში ყველაფერი კარგად არის, დღის ბოლოს თუ რაღაც დროებით რაღაც პოზიციები დავკარგეთ, დავიბრუნეთ, მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ მე-18 ცხენოსანი დივიზიის მოწინავე ჯგუფი თბილისის შემოვლითი გზა რაც არის, ხო, აი გლდანიდან ავჭალაში რო გადადის. მაგის მოწინავე ჯგუფი მივიდა ავჭალის რკინიგზის სადგურზე და აიღეს ის რკინიგზა, ანუ ზურგში გავიდნენ. ჯავშანმატარებელმა კი დაახევინა უკან. მაგრამ აქ მთავარი იყო ის, რომ აი ამ ცხენოსანმა დივიზიამ ნახა, რომ ამ გზაზე შეიძლება თითქმის დაუსჯელად გავლა. რეალურად 25 თებერვლის დღის პირველ ნახევარში კვინიტაძის გათვლით ფაქტობრივად სრულდებოდა ყველაფერი და რატო? ეხლა მაგალითად მას ეუბნებოდა ოდიშელიძე, რომ უკან დახევაო გამოიწვევსო მორალურ ანუ ჯარისკაცთა მორალის დაცემასო. რა მოდელირება გააკეთა მან საკუთარ თავში. ის სრულად დარწმუნებული იყო, რომ ეს ცხენოსანი დივიზიები ორივე ფლანგზე ერთად ყველაზე მინიმუმ სადღაც 5-დან 6,000 კაცამდე გავიდოდა ქართული ჯარის ზურგში და ეს ფაქტობრივად ასე რო იქნებოდა ეს 99%-იანი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, იმიტომ რომ არ არის ძალები, რომელიც ამათ შეაკავებს. ხო და აი როგორ გინდა, სულ აუგზავდნენ გვერდს და სვამხრიდან ჩავიდოდნენ, ხო, სულ არ შეეჯახებოდნენ, ხო? ჩვენი კავალერია დაახლოებით 500 კაცამდე იყო და აქედან მიდის ორი დივიზია 4-დან 500 კაცამდე. ანუ თითქმის შანსი არ არის. აი ამ კაცმა გააკეთა არჩევანი ცუდსა და უარეს შორის და აირჩია ცუდი, იმიტომ რომ მისი გათვლით დარჩენა იყო უარესი და მისი გათვლით 25-შივე დამთავრდებოდა ყველაფერი. მან დატოვა შანსი. მაგრამ მეორე ამბავია, რომ ეს შანსი იყო გაცილებით მცირე, ვიდრე იქამდე რაიმე შანსი თუ არსებობდა. სამხედრო კამპანია მთლიანობაში იყო ასე, თბილისის შემდეგ შემოტრიალების შანსი მინიმალურზე მინიმალური იყო. აი ოსიაურთან იყო მცდელობა მოწინააღმდეგის ავანგარდის განადგურების, მაგრამ ეგეც ჩაიფუშა და საბოლოო ჯამში ასე დავმარცხდით ამ ომში, თუმცა როგორც ხედავთ, კი, ბევრი ობიექტური ფაქტორი იყო, რის გამოც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც მოხდა ლოგიკური იყო. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ არც მოწინააღმდეგე არ იყო იმდენად ძლიერი იმ მომენტში, რომ ვთქვათ, რომ აი სხვანაირად უბრალოდ ვერ მოხდებოდა. არა. ფაქტობრივად ამ კავალერიის მანევრებმა გადაწყვიტა თბილისის ბედი და მერე უკვე ქვეყნის ბედი. ეს იყო სამხედრო ამბები. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით თბილისის აეროპორტთან, დავასრულეთ თბილისის დამცველთა სოლის მარში. გამიარეთ 25 კილომეტრი და დაახლოებით საღამოს 9 საათი არის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დიტოს და ყველას, ვინც მიიღო ამ მარშის ორგანიზებაში მონაწილეობა. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დასვით ლაიკი და გააზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებში. მომავალ შეხვედრამდე.